გამარჯობა, ქალბატონი ნინო ვახანია, ლიტერატურათმცოდნე გახლავთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. და ისეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ და გთხოვოთ საუბარი, როგორიც არის აი ეს ოკუპაცია რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსი 1801 წლიდან, თუმცა მანამდე პერიოდით საინტერესოა და უნდა გთხოვოთ განსაკუთრებულად ხაზგასმით ვისაუბროთ მაშინდელ ქალთა როლზე. რა როლი ითამაშეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველმა ქალბატონებმა. ძალიან დიდი როლი ითამაშეს სხვათა შორის. აი ესე გამოკვეთილად ერთიანად თუ გავადევნებთ თვალს, ძალიან კარგად ჩანს და გამოკვეთილია მათი როლი ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაურია უპირველესი და ასეც ვიცით მე-18 საუკუნიდან მართალი ბრძანეთი მარტო პირველი წლიდან არ არის ეს ანექსია. პირველი წელი უკვე ბოლო იყო დასაწყისი არ არის და მთელი მე-18 საუკუნე მანამდეც მზადება ამისთვის და მთელი მე-18 საუკუნის განმავლობაში რუსეთი ცდილობს საქართველოს ანექსიას, ოკუპაციას, ერეკლე მეფის დამარცხებას, ერეკლე თავისი პიროვნული თვისებებითაც და კიდევ ძალიან კავშირებითაც და ძალიან ბევრი რამით ახერხებდა იმას დიდი ხნის განმავლობაში, რომ მთელი თავის მეფობა ბრძოლაში გაატარა. ფაქტობრივად ბრძოლაში გაატარა და წანისის ომშიც ერეკლეს დამარცხება რუსებმა გამოიწვიეს, ეს იყო საგანგებოდ გაჩაღებული ომი, არ იყო არც სპარსეთის მიზანი ეს ომი. იმ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ შემთხვევაში იმას კი არ ვამბობ, სპარსეთი არ იყო მტერი, როგორ არ იყო საქართველოს მტერი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო ეს აღა მაჰმად-ხანის მიზანი და რუსეთმა მაშინ მოახერხა, რომ ორივე მხარე მოეთხოვებინა, საქართველოს მოეთხოვებინა, სპარსეთიც მოეთხოვებინა და ერთი სიტყვით საქართველოს ამ ომში დამარცხებით შეესრულებინა ის თავისი მიზანი, რადგანაც ამას ვეღარ უძლებს ქვეყანა, აი ამის გამო თვითონ უნდა უმფარველოს და ეხლა რუსეთის შეჭრა ჩვეულებრივ ყველამ ვიცით, რომ ამ მიზეზით ხდება ხოლმე ნებისმიერ ქვეყანაში, ვიღაცას უნდა უმფარველოს, ქვეყანა უნდა გადაარჩინოს და რაღაცა თითქოს კულტურული ღირებულებები უნდა შეიტანოს. აი ამ ბრძოლაში, თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ერეკლე მეფეს გვერდით უდგას მთელი თავისი ოჯახი და ბატონიშვილებთან ერთად ქალი ბატონიშვილები. მეუღლე უპირველესად დარეჯან დედოფალი უნდა ვახსენოთ, ეს დარეჯან დედოფალი სამეუღლე ყავდათ მოგახსენებათ სხვადასხვა დროს და დარეჯან დედოფალი ეს ბოლო მეუღლე, ვისთან ერთადაც მან ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი გაატარა და ვისთან ერთადაც ყავს შვილების უმრავლესობა ერეკლეს. აი ეს ქალი არის ჭკვიანი ქალი, ძლიერი ქალი და პოლიტიკოსი ქალი. ერეკლეს უერთგულესი მეუღლე და ამავე დროს უერთგულესი სახელმწიფოსი და სახელმწიფოებრივი აზროვნებისა. იცის ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ერევა პოლიტიკაში, იმიტომ რომ მეფეს ვერც გავბედოდა და არც ჭირდებოდა ერეკლე მეფეს ასეთი ჩარევა, მაგრამ ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ დარეჯანი იღებს თავის თავზე აი ამ კონსოლიდაციის საკითხს. საქმე ის არის, რომ იქ ახლა ზოგადად ხომ ყველამ ვიცით ეგ ამბავი, რომ დაიყო შეხედულებები, ვინ გამეფებულიყო, ცოტა ადრე ერეკლეს შეცვალა მეფობის წესი ძმიდან ძმაზე, რომ უნდა გადასულიყო. ეს სიკვდილამდე ისევ დაუბრუნა ძველს, მაგრამ საზოგადოებაში უკვე ეს აზრიც გავრცელებული იყო. ამიტომ გიორგი მე-12-ს უფროს ვაჟს ყავდა თავისი ჯგუფი, რომელსაც მისი გამეფობა უნდა და იულონს ბატონიშვილს ყავდა თავისი ჯგუფი, ფარნაოს ყავდა თავისი, რამდენიმე ჯგუფი არსებობდა და რუსეთი ამით სარგებლობდა და უკვე დააპირეს, რომ შემოსულიყვნენ სწორედ ამ საბაბით, რომ წესი დაეცვათ, ვიგი დაეცვათ, გიორგი მე-12 თითქოს დაეცვათ, საქართველოს ძალიან დიდი სიყვარულით და თვითონ გაეუქმებინათ მეფობა და ერთ სიტყვით თვითონ შეერთებინათ და ეს იცოდა დარეჯანმა, ეს იგრძნო, წინასწარაც იცოდა, ერეკლესგანაც იცოდა, ერეკლე კრწანისის ომის წაგების მერე მიხვდა ერეკლე, ჯერ ომი იყო და მერე მიხვდა, რომ ეს რუსების მოწყობილი საქმე იყო. ალექსანდრე ორბელიანს ერეკლეს შვილიშვილს დოკუმენტური პროზადაც ჩვენთვის აქვს დატოვებული, იმ პროზაში უწერია ძალიან აშკარად, ძალიან ცალსახად, რომ რუსეთი, მაშინ რუსეთის ჯარი იდგა მთაზე, უყურებდა ამ ომს და თუ კი მოხდებოდა, რომ ერეკლეს წარმატებით და გამარჯვებით დამთავრდებოდა ომი, ის მაშინ აპირებდა ჩარევას და ჩაერეოდა კიდეც იმ ელჩის გაშვებას, ყველაფერი რუსეთის მიერ იყო მოწყობილი და ასე რომ ეს ფაქტობრივად რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოზე. ერეკლემ ეს გაიგო, დაადგინა, მიხვდა და როგორც ჩანს ოჯახშიც ეს ყველაფერი ნალაპარაკები ჰქონდა, მალევე გარდაიცვალა რამდენიმე წელიწადში და აი დარეჯანი ჩაუდგა სათავეში იმას, რომ უნდა გამეფებულიყო გიორგი მე-12. გიორგი მე-12 როგორც
გადმოგცემენ და როგორც ისტორიიდან ვიცით, სამეფო კაცი არ იყო. ისე კარგი კაცი ყოფილა, ცუდი კაცი კი არ იყო, მაგრამ სამეფო კაცი და მით უმეტეს ასეთ ვითარებაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის მეფე სულ სხვა რამეს ნიშნავს. ასეთი კაცი არ იყო და ეს დარეჯანმაც იცოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ უთქვამს თავისი შვილებისთვის. გიორგი მე-12 გერია მისთვის და დანარჩენები შვილები არიან. სწორედ ამაზე იყო აპელირება, რომ აიო შენ შვილი რომელიმე ჯობიაო ვიდრე გერიო, აი მაშინ უპასუხდია დარეჯანს, რომ რა დროს გერზე და შვილზე საუბარია, როდესაც სახელმწიფო გონგრევა თავზე. როგორც კი ჩვენ გიორგის არ გავამეფებთ და რომელიმე სხვა გაუწევს წინააღმდეგობას, რუსეთს ეს აქვს გადაწყვეტი და სულ გაუქმებს სახელმწიფოსო და დარეჯანმა თავისი შვილები დააფიცა იმაზე, რომ გიორგის ერთგულები იქნებოდნენ. განაესფიცი ყველამ შეასრულა, კი არ იყვნენ ბოლომდე გიორგის ერთგულები, მაგრამ იმ წუთში რუსეთს არ მიეცა საბაბი აი ამისთვის, რომ შემოსულიყო პირდაპირ საქართველოში შემოჭრილიყო და მანამდე გვერდით ედგა არა მარტო დარეჯანი, არამედ გვერდით ედგნენ, როგორც გითხარით, ქალიშვილებიც ვაჟებთან ერთად იქ ლევანზე რომ არაფერი ვთქვათ, ულოზე, ფარნაოზე, ალექსანდრეზე. ქალიშვილებიც და რძლებიც. აი გიორგი მე-12-ის პირველი მეუღლე, ქეთევან ანდრონიკაშვილი. ქეთევან ანდრონიკაშვილის ძმა რევაზ ანდრონიკაშვილი. ეს არის ის ცნობილი მოღალატე, რომელმაც კრწანისის ომშიც უღალატა ერეკლე მეფეს, უფრო ადრე 1770 წელს ასპინძის ომშიც უღალატა. რუსების მოსყიდული კაცი იყო და რომლის ჭკუაზეც დადიოდა გიორგი მე-12. სიძეს მომავალ მეფეს თავის ჭკუაზე ატარებს. ძმის ღალატის შესახებ დაიგო ქეთევანმა და გიორგი მე-12-ის მეუღლემ უთხრა ეს ყველაფერი მეფეს და დედოფალს, ერეკლეს და დარეჯანს და ჩამოაშორა ძმა იმ თანამდებობას, რომლითაც მას შეეძლო ესარგებლა და თქვათ ხალხი თავის ჭკუაზე გადმოეყვანა, მოურავი იყო და მოურავობიდან გადააყენებინა, არც ისე რომ მოეკლა ან რაიმე ასეთი გაეკეთებინა. და ეს ყველაფერი ფარდის მიღმა. ფარდის მიღმა, ისე რომ რევას ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე არ გაუგია ვინ დამართა ასეთ საქმეს, სულ კითხულობდა თურმე ვინ უთხრა ერეკლეს ეს ამბავი და რატომ ჩაუმაშორეს ამასო მოურავობასო და ეს დამ ქეთევანმა გააკეთა და იმდენად ერთგული ქალი ყოფილა ეს ქეთევანი. ერეკლესი ესე იგი ქვეყნის, ესე იგი საქართველოს, ესე იგი სახელმწიფოს იმდენად ერთგული ქალი ყოფილა, რომ აი ეს ალექსანდრე ორბელიანი რო ვახსენე, იმ ალექსანდრე ორბელიანს ჰიჭვი ეპარება. 82 წელს გარდაიცვალა ქეთევანი, ძეობას გადაყვა. შობიარობის დროს. ასე არის ცნობილი ისტორიაში. ალექსანდრე ორბელიანი კითხულობს, აი როგორც შეკითხვას ასე სვამს, ხომ არ მოწამლეს ეჭვი მეპარება. იმიტომ რომ ზუსტად იმავე პერიოდში ლევანი მოკლეს. ეგ ნამდვილად აშკარად პოლიტიკური მკვლელობა. ლევანი მოკლეს. ლევანის გვერდით იყო ანტონ კათალიკოსი, რამდენიმე წელიწადში ისიც აღესრულა. იმასაც რაღაცა ეჭვი უჩინდება. ისიც ხომ არ მოიშორეს თავიდან. ერეკლესთან ირგული ვინც იყო და ერთგული ვინც იყო, აი მას თითქოს რაღაცა ძალა და ეს რაღაცა ძალა რუსეთთან არის დაკავშირებული, აი ეს რუსული ძალა, რუსეთი ერევა აშკარად ამ ჩვენს საქმეებში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შეიძლება არც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლოგიკა თითქოს აქეთკენაც მიდის, რომ შეიძლება თუ მთაზე იდგნენ და უყურებდნენ კრწანის ადევნებდნენ თვალყურს, რა თქმა უნდა, მაშინაც რაღაცა ეკნებოდა თავიანთი ჯგუფების. ის როგორც ალექსანდრე ორბელიანზე შპიონების ისეთი ქსელი აქვს რუსეთ საქართველოში. საერთოდ ვერ დააღწევ ამას თავსო და მე ევროპას წერს ხოლმე, რომ ევროპიაო მოგხედეო, გადაგვარჩინეო ერთი ნახეჩვენი მდგომარე. კაი, ჩვენ თუ არ გეცოდებით, შენ თავი შეიცოდეთ, თორე ეს რუსეთი ვეშაპის პირს რომ დააღებს, მარტო ჩვენზე კი არ გაჩერდება. მე ნახე რომ ევროპასაც მოდგება და მთელ მსოფლიოს მოდგებაო. აი ესეთ წინასწარმეტყველებები აქვს ალექსანდრე ორბელიანს ამ თავის ნაწერებში. ეხლა ქალებს რაც შეეხება ეს ერთი რძალი ვახსენეთ ქეთევან ანდრონიკაშვილის როლი თითქოს ისტორიაში უფრო მიჩქმალულია, ნაკლებად ვიცით ეს ქალი და მისი როლი და არა და ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული როგორც ერთგულ ქალს ამ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და მეორე მეუღლე გიორგი მე-12-ის ეს ციციშვილი, მარიამ ციციშვილი. აი მისი გმირობა კი უფრო ცნობილია და საყოველთაოდ ცნობილია გენერალი ლაზარევი რომ მოკლა შეიწირა, ხა მან მოკლა თუ იქ უშუალოდ რომელიმე მის გვერდით მდგომმა შვილმა თუ დაცვის წევრმა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მან შეიწირა ეს რომ არ მიდიოდა გადასახლებაში უარი თქვა წასვლაზე, ავადვარო იმ დღეს მიადგა ლაზარევი და ეხლა ლაზარევი როგორც ჯერ როგორც მოხელე და მე კიდე როგორც რუსი ძალიან უზრდელურად და აი ამ დაპყრობილ ქვეყანაში შეეჭრა ოთახში და ხელი მოკიდა წამოსაყენებლად და ეს უკვე ვეღარ მოითმინა დედოფალმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ქვეყნის შეურაცხყოფა იყო რა თქმა უნდა და კიდეც შეეწირა ლაზარევი ამ ამბავს. ეს ამბავი ჩვენს ისტორიაში შედარებით უფრო ცნობილია რა თქმა უნდა ქეთევანთან და ესეც რძალი.
ესეც გიორგი მე-12-ის. აი რაღაცნაირად რუსეთი რო უყურებთ თითქოს ამ ქალების მეშვეობით ცდილობს რომ თავის ჭკუაზე ატაროს ქვეყანა, იქ გიორგი მე-12 ატაროს თავის ჭკუაზე, სამეფო რაღაცნაირად დაიპყროს, მაგრამ ქალებმა არ გაუმართლეს. ეს ქალები ორივენი უფრო ეს ხაზი ქონდათ ქალებისკენ აღებული, ხო? ქონდათ, იმიტომ რომ მოღალატის და პირველი ცოლი და მეორე მარიამ ციციშვილის მამა იყო ცნობილი მოღალატე, ერეკლეს ყურები ჰქონდა დასხეპილი მისთვის ადრე ღალატის გამო. ის მოღალატის შვილი ისე გააკეთეს, რომ შეერთეს გიორგი მე-12-ს, რადგან მოღალატის შვილი იყო, თითქოს იმაზე ჰქონდათ ორიენტაცია, რომ მარიამი მოახერხებდა რაღაც სხვა რელსებზე გადაყვანას, მაგრამ ამაში აშკარად არ გაუმართლოთ, ქალებმა გამოიჩინეს ძალიან დიდი ერთგულება და ძალიან დიდი, რა ვიცი, თავდადება, აი რუსთაველ როგორ ლეკვებისა სწორეო წარამარა რომ ვახსენებთ ხოლმე ლომის ლეკვები აღმოჩნდნენ, არაჩვეულებრივი ქალები ვთქვათ, არამედ ნამდვილად ისეთები, რა შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ ლომები არიან მართლაც ეს ქალი. მე და იმ 800 პირველ წელს ვიცით ახლა რაც მოხდა და მაინც თავისი გააკეთა ეგ გიორგი მე-12 მოუკვდა, მოკლეს თუ არა ისეც კაცმა არ იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამბავი ასეთია, რომ გარდაიცვალა და აღარ არის გიორგი მე-12 და აქ კი უკვე ისარგებლა რუსეთმა იმ არეულობით, რაც იყო ნამდვილად. საქართველოს სამეფო კარზე სხვა შორის კი დააბაშიძე ამბობს, რომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ სალახანა ყნორინგისაგან გავრცელებულ იმ ლეგენდას, რომ თითქოს სამეფო კარზე არეულობა იყო რაღაც უპირატესობის გამო. ეს უპირატესობა კი არ უნდათ, იქ იყო სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება. ამ პოლიტიკური შეხედულებების გამო მართლაც იყო დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს შორის და ამით უკვე რუსეთმა ისარგებლა, როგორც ადრე სპარსელებს მიყავდათ ჩვენი უფლისწულები და ასპარსელებდნენ, ასე ვთქვათ, ასევე ადრევე ყავდათ წაყვანილი გიორგი მე-12-ის უფროსი ძე დავითი, ის უკვე გარუსებული იყო და როდესაც გიორგი მე-12-ის გარდაცვალების მერე დავითი უნდა ასულიყო ტახტზე, რუსებმა უთხრეს, რომ უჩვენო და არა, ჩვენ მოგცემთ ნებართვას, ის უკვე გარუსებულია, იმ რუსეთის ხელისუფლებას ელოდება, ამიტომ იმანაც არ გამოაცხადა თავი მეფედ, ელოდა, თვეები გავიდა და თვეების მერე უკვე აშკარად გამოთქვეს რუსებმა ეს თავიანთი მანიფესტი გამოსცეს პირდაპირ, რომ არა უქმდება საქართველო როგორც სახელმწიფო და ეს ტახტი ამას ყველაფრის პატრონი იქნება იმპერატორი. ერთ სიტყვით დაგვატყდა თავს. ეს უბედურება პირდაპირ დაგვატყდა თავს და უკვე ეს პირველი წლის უკვე ბოლოსკენ შემოდგომაზე ხდება, სადღაც სექტემბერში მე მანიფესტი გამოცხადდა, სანამ ჯარები შემოვიდნენ და უკვე 2 წლიდან ჯარები შემოიყვანა რუსეთმა საქართველოს. მთელი ეს ხანა, მთელი ეს 2 წელი აჯანყებებია საქართველოში. აი ასე ცალ-ცალკე სახელსაც კი ვერ დაარქმევ იმდენი აჯანყება, იმიტომ რომ მთელი დარიალის ხეობა, ანუ ის გზა, საიდანაც რუსეთის ჯარი შემოდის, აი მთელი ის გზა სისხლით არის მოწყობილი. შემოსვლისთანავე იქ წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობისა, იმიტომ რომ სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯარი შემოდიოდა ველურ ქვეყანაში, მათ ასე ჰქონდათ ეს ინსტრუქცია მიღებული, რომ ველურ ქვეყანაში, სადაც დალაპარაკება ადამიანებთან არ შეიძლებოდა. მე პირველად რომ მთაში შემოვიდნენ, ხევში შემოვიდნენ, იქ ხო ძირითადად მეცხვარეები იყვნენ და ეს ჩაცმულობაც, მეცხვარის ჩაცმულობაც რომ ნახეს, ეს კომბალი და ეს ამხელად ძაღლი, განუმტკიცდათ რწმენა, რომ ველურებთან აქვთ ურთიერთობა და ამიტომ ველურებთან როგორი ურთიერთობა ექნებოდა და თან იცოდნენ, რომ ეს ტერიტორია მათია, რუსებისა. ყველაფერი მათია. არ გამოატანეს არც საჭმელი, არ ჰქონდათ ღამის გასათევი და ეხლა ჯარი გასიზამდა, შედიოდნენ ოჯახებში და აჯანყებას რო აქვს აღწერილი ბახტრიოში თათრები რო შემოდიან, ის რუსები არიან, რა თქმა უნდა, რომ შემოდიან, შედიან და რასაც უნდა იმას აკეთებენ. საჭმელ-სასმელზე ლაპარაკი ზედმეტია, ყოველნაირი შეურაცხყოფაც რა თქმა უნდა და თან მენტალობა გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული, ვერც იგებენ რა უნდათ ამ ქართველებს რატო ებრძვიან, იმიტომ რომ თუ ქართველი ქალი მოეწონება რუს ოფიცერს, მას გონია რომ რაღაც დიდ სამადლო საქმეს აკეთებს და ქართველი კაცები კლავენ ამის გამო და აი ამით იწყებოდა ჩვეულებრივ ეს წინააღმდეგობა. სპონტანურად იწყება, რა თქმა უნდა და წინასწარ ჩაფიქრებული არ იყო და ეს სპონტანურად დაწყებული აჯანყებები საბოლოოდ რუსის გამარჯვებით მთავრდებოდა, იმას მთელი ჯარი ეხმარებოდა ცხადია და მე ქართველთა მოკვეთილ თავებს მარგილებზე აგებდნენ, მთელ იმ დარიალის ხეობაში სულ ასე მარგილებზე წამოგებული ქართველთა თავები, რა თქმა უნდა, სხვების დასაშინებლად. ისე 2008-ის ბოდიში გაწყვეტინებთ, რომ შემოვიდნენ, მაშინაც ამბობდნენ პირდაპირ, რომ ეს რუსეთის ტერიტორია იყო. ხო, იმას იცავენ თავიანთ ტერიტორიას. დღესაც რო კითხო, ალბათ მთელი საქართველო რუსეთის ტერიტორია. რატომ მე რა არგუმენტი არ აქვს, რა საჭიროა არგუმენტი, ხო? არგუმენტის გარეშე მათია ეს ტერიტორია. ხო, ამ
პრინციპით შემოვიდნენ, რომ თითქოს მათი იყო ყველაფერი. ხო და ეს 2 წელი ხო მთლიანად აჯანყებებია, მაგრამ ამ სისხლის ღვრით და ამ აჯანყებებით მაინც მიაღწიეს იმას და ჩამოვიდნენ და აი აქ თავიანთი ჯარი ყავთ და უკვე აჯანყებები კი არ შეწყვეტილა, აი რაღაცნაირად თითქოს ეცხენს რომ უნაგირს ადგამენ და ეს ცხენი რომ წინააღმდეგობას ეს საქართველოს უნაგირი დაადგეს, მაგრამ წინ ვერ გაჩერდა, უცებ ვერ გაჩერდა და წინააღმდეგობას უწევს და ეს წინააღმდეგობა სპონტანურად სხვადასხვა ადგილას იწყება ხოლმე, სხვადასხვა დროს იწყება და აი 1803 წელია და დედოფალი დარეჯანი გადაასახლეს, მოვიდა ბრძანება რომ ეხლა უკვე თავისუფლად შეიძლება მისი გაგახსნილია ეს დოკუმენტები, რომ აქედან მოხელები როგორ უგზავნიან იმპერატორს წერილებს იმის შესახებ, რომ თუ დედოფლებიც არ გადავასახლეს, ბატონიშვილები ხო მაშინვე გადაასახლეს, მოიშორეს, იმიტომ რომ იმათი ეშინიათ აქ და პირველად ქალებს ხელი არ მოკიდეს, მაგრამ მერე მიხვდნენ რომ დარეჯანი უდგას ამას ყველაფერს სათავეში და მერე თქვა ესე რომ თან მარიამ მაიგერ ესეთი საქმე გააკეთა და დედოფლებიც თუ არ გადავასახლეთო, აქ სიმშვიდე არასოდეს არ იქნებაო და აი დარეჯანი უნდა გადაასახლონ. დარეჯანიც მარიამისა არ იყოს, ცდილობს რომ დრო გაწელოს, რომ რაღაცნაირად იქნება არ წავიდეს, ხანავადა, ხან არ შეუძლია, ხან მომზადება უნდა დიდი გზა, სხვა და სხვა, მაგრამ იქ საქმეში ჩარიეს მისივე სიძე, უმცროსი ასულის თეკლას ქმარი ვახტანგ გორბელიანი, რომელიც რუსული ორიენტაციისა იყო და იმ ვახტანგ გორბელიანმა მოახერხა ისე რომ გადაასახლებინა დარეჯანი, დარიალის ხეობამდე ვახტანგმა მოახერხა ესეც, რომ ნება მისცა თავის წოლს ამ დარეჯანის შვილს და თეკლა და ვახტანგი აცილებენ დარეჯანს. და დარიალის ხეობაში რომ შევიდნენ და იქ რამე გაათიეს, მეორე დღეს უკვე გადაკვეთენ ამ საზღვარი არც არსებობს, მაგრამ დარიალის ხეობას გავლენ უკვე რუსეთში. იმ ღამეს თეკლასთან მოსულან თის კაცები იქაური ადგილობრივი მოსახლეობა და იმათ უთქვამთ, რომ ჩვენ აჯანყებისთვის მზად ვართ იმისთვის, რომ დარეჯანი გავიტაცოთ მთაში დავმალოთ და თეკლაც აღფრთოვანდა ამ ამბით, დედას უთხრა, რომ მე ხო იცი მამა როგორ მზრდი და ვიცი ცხენი არავი ყველაფერი და ჩავუდგები აჯანყებას სათავეში, რაც მთავარი ადგილობრივი მოსახლეობა მზად მარტო თეკლა ამას რას უზომდა და გავაკეთოთ ეს საქმე და გადაგარჩენთ რუსეთში წასვლას და დარეჯანმაც მაშინ ძალიან სახელმწიფოებრივი იაზროვნა და უთქვამს, რომ მე კი გადამარჩენთ, კი დარწმუნებული ვარ, რომ მე გადავრჩებით მთაში დამმალავთ, მაგრამ დაიგურება ძალიან ბევრი სისხლი, უდანაშაულო ადამიანის ბევრი სისხლი, რაც მთავარია საქართველოს ვერ გადავარჩენთ. და თუ საქართველოს ვერ გადავარჩენთ, მარტო ჩემს გადარჩენას აზრიც არ აქვსო და არ დათანხმდა მაშინ აჯანყებას და წავიდა ის რუსეთში გარდაიცვალა პეტერბურგში, მალევე რამდენიმე წელიწადში პეტერბურგში გარდაიცვალა დარეჯანი. ეს ისეთი მომზადებული აჯანყება ფაქტობრივად, რომელიც არ შედგა და ესეც დარეჯანის გამო. 1804 წელია და 1804 წელს მთიულეთში იფეთქა აჯანყება. იფეთქა იქაც სპონტანურად დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ დიდი მასშტაბი მიიღო, დიდი ხასიათი მიიღო. მე იმ აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ ბატონიშვილები, ფარნაოზი, იულონი, სპარსეთში გაქცეული ალექსანდრე ბატონიშვილი, ის ვინც ვერ გადაასახლეს რუსებმა და აი ესენი ჩაუდგნენ. ახლა საქმე რა არის და სპარსეთში გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილთან კავშირი ჰქონდა მის დას, უფროს დას, ერეკლეს ასულს ქეთევანს. ყველას ალექსანდრე ბატონიშვილი აქ არ ენდობოდა, ვერ ენდობოდა. თავის ძმებსაც კი ყველას ვერ ენდობოდა. აი ქეთევანი არის ერთ-ერთი ის ქალი, რომელსაც ენდობა ალექსანდრე ბატონიშვილი. ყავდათ ბორჩალოველი თათრები, ძალიან ერთგული თათრები, რომელთაც წერილებს ამბობდნენ და იმათ გადაჰქონდათ და გადმოჰქონდათ ეს წერილები. უშუალოდ ალექსანდრე ბატონიშვილთან კავშირი ჰქონდა ქეთევან ბატონიშვილს მის დას. ქეთევანი ჩაბმული იყო ამ აჯანყებაში, ჩაბმული იყო მისი ვაჟი კონსტანტინე, ეს იოანე მუხრან-ბატონის მეუღლეა ქეთევანი და ვაჟი კონსტანტინე. ისიც იღებს მონაწილეობას 4 წლის აჯანყებაში და ქეთევანის როლი არის იქ განუზომლად დიდი. რომ არა მეთაურები, რომ არა ბატონიშვილები, მარტო ხალხი, მარტო ადგილობრივი მოსახლეობა იმხელა მასშტაბებს ვერ იღებს ხოლმე, იოლად ახშობს მაშინ მტერი ამას, მაგრამ ის ბატონიშვილები სტრატეგიულად და იცოდნენ სტრატეგია ყველაფერი და იმან ძალიან ფართო მასშტაბი რომ მიიღო, რა თქმა უნდა, იმათი დამსახურება და ალექსანდრე ბატონიშვილთან როგორც გითხარით, აგერ მიმოწერა ქეთევანს აქვს. დაიჭირეს ეს აჯანყებაც დაამარცხეს, რა თქმა უნდა, სისხლში ჩაახშვეს რუსებმა, იულონიც დაიჭირეს, ფარნაოზიც დაიჭირეს, ალექსანდრე ვერა ალექსანდრე ისევ გაიქცა სპარსეთში იმ თავისი ერთგული თათრების მეოხებით და საქმე მიდგა ქეთევანის დრო გამოძიება დაიწყეს, ვის ჰქონდა ალექსანდრესთან კავშირი და ვის და ქეთევანს ჰქონდა კავშირი და საქმე მიდგა ქეთევანზე და
აღმოჩნდა დოკუმენტები, ალექსანდრე ბატონიშვილის წერილები, რომელთაცო ქეთევანი ერთი თვის განმავლობაში ეს ძალიან დიდი დრო იყო რა. ერთი თვის კი არა, რომ მიიღო, მაშინვე უნდა ეთქვა რუსებისთვის ეს და ერთი თვის განმავლობაში სახლში ქონდა ბალავ და ესე იგი არაპირებდა რუსებისთვის თქმასო და მიიჩნიეს, რომ ქეთევანი არის ძალიან საშიში დამნაშავე, საშიშია საზოგადოებისთვის ასეთი ქალი, რომელსაც ალექსანდრე ბატონიშვილი ენდობა და ამის გამო იყო დაპატიმრებული და დასჯილი 804 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო. მერეა რომ ქართველებმა მოიფიქრეს, რომ მოდი მოფიქრებულად შეთქმულება მოვაწყოთ ჯერ და ისე აჯანყება რომ სპონტანურად არ დაიწყოს, იმიტომ რომ ამას ვხედავთ რომ ახშობს რუსეთი და 12 წელს კახეთში იმანაც ძალიან დიდი და ფართო მასშტაბური აჰმედიდან წამოსული იყო. ძალიან დიდი სხვათა შორის მაშინ ძალიან ბევრი რამე დაიმალა, რა დოკუმენტებიც ახლა აღმოჩნდა და არის რომ ძალიან დიდი ზარალი მიადგა რუსის ჯარს. ბევრი მოკლეს ქართველებმა, აი რამდენი უნდა მოკლა ესეთი რუსაჯობო და მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბი მიიღო ამა, თუმცა საბოლოოდ მაინც ქართველების დამარცხებით დამთავრდა რუსეთმა მოახერხეს ამ აჯანყების ჩახშობას. აი იმ აჯანყების ჩასახშობად რუსებმა გაიწვიეს ეთნიკურად ქართველები რუსის სამსახურში, რუსის ჯარში ჩამდგარი ქართველები და რამდენადაც ჩვენ ვიცით, ვინც ჩვენ ვიცით, ყველა წინააღმდეგი იყო იმ აჯანყების ჩახშობაში, რომ მიიღო მონაწილეობა. ისეთებიც, რომლებიც ზოგადად რუსული ორიენტაციისა იყვნენ. ვახტანგ გორბელიანი რო ვახსენე დარეჯანის გადასახლებაში რომ მიიღო მონაწილეობა თეკლას ქმარი. ის რუსული ორიენტაციის კაცი. მას მიაჩნდა რომ კახეთის აჯანყება უნდა ჩაეხშოთ რუსებს, აბა რა უნდა ეკნათ, მაგრამ თვითონ მას რო უთხრეს შენ წადიო რაღაცნაირად შეცდუნდა კაც. როგორ მე ქართველი წავიდე და ქართველის წინააღმდეგ ვიბრძოლ. მაინც და მაინც ალექსანდრე ჭავჭავაძემ თქვა, მაინც კახელმა კაცმა ხა კახელი რო არ მოკლა. ჩემ გარეშე რუსის ჯარს არ შეუძლია. ხელსაც კი ისვრიდნენ, მაგრამ ჯერთი თუ მოკვდებიან ქართველები მოკვდნენ, რატომაც არა და ეს ხო მაინც არეულობის შემოტანაა, რომ ქართველის, აი ნახეთ თუ არა ქართველის წინააღმდეგ, ეგერ ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა მელტონ ბარათაშვილი არც ერთს არ უნდა წასვლა რეალურად. თუმცა არიან რუსული ორიენტაციისა და მიაჩნიათ, რომ აჯანყება უნდა ჩაახშოს რუსის ჯარმა, მაგრამ თვითონ არ უნდა რომ წავიდეს და მაშინ რუსებმა ასეთ ხერხს მიმართეს მზაკრულს ძალიან სულ რამდენიმე ზარბაზანი ყავდათ და ის რამდენიმე ზარბაზანი ომში კი არ გაუშვეს თქვათ იმ აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლოდ დააყენეს აი ამათ სახლებთან ვინც უარს ამბობდა წასვლაზე და დაემუქრნენ აშკარად რომ ამ ზარბაზნებს მოქმედებაში მოიყვანდნენ, ცოლშვილს გაუნადგურებდნენ, მოუკლავდნენ, ოჯახებს გაუნადგურებდნენ და შემსრულებლები იყვნენ ნამდვილად და იზოლებული გახდნენ რომ წასულიყვნენ და ეპიზოდი ვიცით ის რომ ვახტანგ გორბელიანი თეკლასთან თავის მეუღლესთან შესულა, ფერმძიმე და ამ დროს თეკლა და 2 თვეში ბავშვს ელოდება და თეკლასთან შესულა და უთქვამს აი ასე ძალიან დაღონებულს, აი რა ვქნა არ ვიციო, როგორ მოვიქცე არ ვიციო, რა გაკაცი არის მე იცი რა გულწრფელად ჯერა რომ რუსეთმა გადაგვარჩინა, მაგრამ ახლა თვალმათლივ დაინახა რომ არ ყოფილა ეს გადამრჩენელი, რაღაც ძალიან დიდი ეს მზაკრობა მას არ ქონდა დანახული და ახლა მისთვის ძალიან თვალმათლივ არ თამაშობდა მანამდეც. და ახლაც არ თამაშობს, აი ესე გაოგნებული ეკითხება რა ვქნა არ ვიცი რა გავაკეთო არ ვიციო და თეკლა ეუბნება ეს ფერმძიმე და უშიშარი ქალი. როგორ თუ რა გააკეთო არ იციო, არ იცით რა უნდა გააკეთო. თქვენ ქართველები უნდა წახვიდეთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ, ოღონდ კახელებს უნდა მივდგეთ გვერდით და რუსების წინააღმდეგ იბრძოლოთ. თეკლასთვის საკითხი არ დგას რა უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა იბრძოლოთ ქართველებთან ერთად. ამის გამკეთებელი ვახტანგი არ იყო ცხადია, ვერ გააკეთებდა ასე მსოფლმხედველობის შეცვლა ერთ დღეში, გუში რუსების მხარეს იბრძოდა, დღეს კახელების მხარეს, არ შეუძლია ადამიანს ამის გაკეთება და წავიდა ვახტანგი რა თქმა უნდა რუსული უნდირით და რუსის ჯარში საბრძოლოდ კახელების წინააღმდეგ, მაგრამ დაიბარა, რომ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, მეტი გამოსავალი არ მაქვს, თავს შევაკლავ იმას და ეს იქნება. ვერ აი ცხოვრების გაგრძელების სხვა შანსი, საშუალება ვერ იპოვა. რუსების ერთგული ვეღარ იქნებოდა, იმიტომ რომ გულწრფელი იყო მანამდეც და საწინააღმდეგო და ასე საწინააღმდეგო პოზიციაზე გადმოსვლაც ასე ვერ შეძლო, ასე უცებ და მართლაც იმ ომში თავი შეაკლა. ნამდვილად ვიცით რომ ძალით შეაკლა, კი არ მოკვდა რაღაცა შემთხვევით, არამედ ძალით შეკლი გამოიწვია ერთ-ერთი გლეხი და აი ესე მოაყოლევინა იმ გლეხს. თავი და თავისი ცოდვები თუ შეიძლება იმისი გამოსყიდვა რაღაცნაირად ამით შეეცადა ყოველ შემთხვევაში. შეეცადა რომ აი ასე გამოესყიდა, როცა დაინახა რუსეთის ეს სახე, მაგრამ მე თეკლა მინდოდა მენახები და თეკლა როგორია რომ აი რაღაცა კი არის მე რომ შეესწავლანია ხო რაც
საშიშროებათა კლასს ემუქრება იქ და მის ოჯახს ემუქრება. შენ ცოლ-შვილს რაც მოუვა, მერე რა არის დასაფიქრებელი. ჩვენ სულ საქართველოს ჭირის სანაცვლო ვიყოთ, მთავარია საქართველოს გაიმარჯვოს ამ შემთხვევაში. ამიტომ თქვენ ქართველების მხარეზე უნდა დადგეთო და თეკლას ეს პოზიცია შემთხვევითი ცხადია არ ყოფილა, მოვიდა 1832 წელი. ეს არის მომზადებული შეთქმულება, ეს უკვე აჯანყებისთვის ემზადება, ეს უკვე არ არის სპონტანური აჯანყება, აქ მთელი საქართველო გაერთიანებულია, მთელი დასავლეთი, აფხაზეთი, იმერეთი, აღმოსავლეთი თავისთავად, ქართლი, კახეთი, ემისრები დაგზავნილია ყველგან, აქ ბირთვია, ეს ბირთვი ყველანაირად სამხედრო თვალსაზრისით, კულტურული თვალსაზრისით მომზადება, ჟურნალი, საზღვარგარეთ აქვთ კავშირები, ევროპასთან კავშირი, რა თქმა უნდა გაქცეულ ალექსანდრე ბატონიშვილთან კავშირი, თასთან, შამილთან, ну ერთი სიტყვით არის ძალიან რაღაცა გრანდიოზული მზადება და იმ პირველ ღამეს რა გააკეთონ ეს იციან რომ მაინც და მაინც ის უნდა განაგრძონ, სადაც რუსეთმა შეწყვიტა სიონში გამოცხადდა მანიფესტი, აი მაინც და მაინც სიონში უნდა გამოცხადდეს საქართველოს თავისუფლება, მეფე ვინ იქნება, რა წყობა იქნება, კონსტიტუციური მონარქია იქნება, მეფე აუცილებლად იქნება, რა აუცილებლად იქნება პარლამენტი, იმიტომ რომ მეფემ არ გადაწყვიტოს, ერთმა არ გადაწყვიტოს. ყველაფერი არის წინასწარ მზად. ყველაფერი. და ამ აჯანყებაში შეთქმულებაში იღებდნენ მონაწილეობას და თუ აჯანყებამდე მივიდოდა საქმე აჯანყებაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ჯერთი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს, თვითონ საქართველოს მოქალაქეებს და წინა წელს პოლონეთში რომ ჩაახშეს რუსებმა მსგავსი აჯანყება ეროვნული აჯანყება, ის პოლონელები იყვნენ აქ გადმოსახლებული. ეს პოლონელები იღებენ მონაწილეობას, უკრაინელები ასწავლიან თან რაღაცებს, რა თქმა უნდა, უკრაინელები იღებენ მონაწილეობას, ერთ სიტყვით სხვა ეროვნების ადამიანები იღებენ მონაწილეობას, ქალები იღებენ მონაწილეობას, სასულიერო პირები იღებენ მონაწილეობას. ფილადელფოს კიკნაძე ერთ-ერთი მეთაურია, ფაქტობრივად ერთ-ერთი მეთაური, დასჯილებში მეთაურებში არ წერია, მაგრამ აქტიგონიური მან შეადგინა, წესდება მან შეადგინა. ანუ არის ერთ-ერთი ესეთი ძალიან აქტიური წევრი ყოველ შემთხვევაში. შეთქმულებისა ეს სასულიერო პირი და ძალიან ფართო მასშტაბი აქვს ამ აჯანყებას და მომავალ აჯანყებას და რა არის ნავარაუდები მეფედ უპირველესად ნავარაუდებია ქალი. თამარი. საბოლოოდ მეფედ ნავარაუდები იყო ალექსანდრე ბატონიშვილი, სპარსეთიდან რომ ჩამოვიდოდა ეს ალექსანდრე ბატონიშვილი, ის იქნებოდა მეფეთან ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი ბევრ რამეს ნიშნავდა. ცხოვრებიდან გამომდინარე, მის ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისუფლებასთან იყო მთლიანად გაიგივებული, მაგრამ სანამ ჩამოვიდოდა რაღაცა დღეები ხო დაჭირდებოდა იმ პირველ ღამეს, როცა დაამარცხებდნენ, რომ აჯანყება როცა მოხდებოდა, აი პირველ ღამეს სიონში მეფედ გამოაცხადებდნენ თადრომელ ბატონიშვილს, თამარ ბატონიშვილს. სიმბოლურად უნდა რომ თამარ მეფე ყოლოდა მეორეჯერ და ის ხიდს ვდებდით იმასთან, თამარის ეპოქასთან ამით. თამარი აქტიური მონაწილე იყო შეთქმულებაში. თამარი არის შეთქმულების მეთაურის პეტერბურგში გადასახლებული ბატონიშვილის და დიმიტრი ბატონიშვილის და იუდონიშვილები არიან ესენი და თამარი თბილისში იყო და ამიტომ თამარი აქტიური მონაწილე იყო შეთქმულებაში. თამარი ამბობდა რომ აჯანყების დღეს შეიარაღებული ხალხი რომ უნდა გამოსულიყო 500 შეიარაღებულ ქალს მოედანზე თვითონ გამოიყვანდა ქალს 500 ქალი იქნებოდა მარტო თამარის მეთაურობით გამოყვანილი. მამაკაცები და ჯარი კიდევ ცალკეა და სხვა საქმეა. 500 ცოტა არ არის მგონია ხო თბილისში აჯანყება რო იქნება 500 ქალი და ამ 500 ქალთან თამარს მოლაპარაკება ვიცის რომ ესე ხო არ არის რომ დღეს უთხრას და ეს ქალი გამოვიდეს თავისით არა ის წინასწარ არის ყველაფერი დაგეგმილი და ანუ ესენი მონაწილეები არიან ამ 500 ქალმა თოფის როლაც იცის და ხმალიც იცის ყველაფერი იციან ესე საბრძოლოდ ისე როგორ გამოვა თუ არ იცის იარაღის ხმარება და ერთ სიტყვით ეს ქალები ხო არიან და არიან ჩართულები. ეხლა სხვა ქალების შესახებაც არის ინფორმაცია რომ ბევრი ქალი იღებდა მონაწილეობას. და დაკითხვის მასალებიდან ჩვენ ასე ბევრი რამდენიმე არის, მაგრამ თან ისე ბევრიც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში 500 არ არის ნამდვილად. მაგრამ ვიცით რომ უფრო მეტი ქალი იღებდა მონაწილეობას, ვიდრე დაკითხეს და ვიდრე დასაჯეს და ვიდრე გადაასახლეს და საერთოდ რომ დააპატიმრეს ესენი შეთქმულები. ისინი შეეცადნენ რომ დაემალან, დაეფარათ ვისი დაფარვაც კი შეიძლება პირველ რიგში ქალები და ბავშვები. ეს ბავშვები ეთქობა 15-16 ძალიან ახალგაზრდები იგულისხმები, ახლა თლად უწლოვანი ბავშვებზე არ არის საუბარი. შეთქმულების მონაწილეები, მაგრამ აი ეს ბავშვები, იმიცის გიმნაზიის მოსწავლეები, ან რაღაც მათი ტოლები უპირველესად ამათი დაფარვა ვცადეთო და ვისიც გამოუვიდათ და თან ისე გამოუვიდათ რომ ჩვენც არ ვიცით დღეს ყველა
ვინ არიან ისინი, მაგრამ ყველა ვერ დაფარეს. ძალიან დიდად დაეფარათ თეკლას მონაწილეობა ამ შეთქმულებაში, მაგრამ ვერ დაფარეს, იმიტომ რომ ისევ და ისევ წერილი აღმოაჩინეს ალექსანდრე ბატონიშვილთან გაგზავნილი წერილი. თეკლას ხელით დაწერილი ეს წერილი და თეკლა ამბობს რომ არა თან ალექსანდრე მისი შვილი ამბობს რომ მე დავწერეო, ის მაინც დაპატიმრებულია და დედა არ უნდა რომ დააპატიმრონ და არა დედა ჩემს არ დაუწერიო, მე დავწერეო ალექსანდრე ამბობს, მაგრამ თეკლას ქონია საოცარი ხელი, სხვა იმ ხელით არავინ არ წერდა, რა თქმა უნდა დიდი მსხვილი ასოებით წერდა. თან ბატონიშვილი იყო ბავშვობიდან ასწავლიდნენ. კალიგრაფიის გამო პატარა რო იყო მაშინ ერეკლე ეხუმრებოდა წერილებით, რომ ერთ-ორ წელში აქვს ეს ხუმრობა. წერა გისწავლიაო, მიხარია, მაგრამ ვერაფერი კი ვერ წავიკითხო, მაგრამ არა უშავს, მაინც გისწავლიო და კიდე რაღაცა დროის მერე კიდე ახლა უმჯობესი იყო კიო მომეწონა, მგონი უფრო ჩინურად გისწავლია, ვიდრე ქართულად, მაგრამ რაღაცა თავისებური ისეთი ხელი ქონია, რომ ეს წერილი წინ დაუდეს უკვე ვეღარ გადათქო, რომ ნამდვილად თეკლას დაწერილი იყო. თეკლა წერდა, უშუალოდ თეკლას ჰქონდა კავშირი ალექსანდრე ბატონიშვილთან და როდესაც მისმა შვილმა ალექსანდრე ორბელიანმა შეთქმულების მეთაურია ალექსანდრე ორბელიანი ერთ-ერთი იმან მერე ალექსანდრემ განაგრძო ეს მიმოწერა, იმან რომ ისწერა წერილი ალექსანდრე ბატონიშვილს შემოუთვლია, რომ მეო მამაშენიშვილს როგორ გენდო, ვახტანგ ორბელიანი შვილია რუსული ორიენტაციისგან. მამაშენიშვილს როგორ გენდო არ ვიციო, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს და თუ რამეს ამ დაგვარს აპირებთო და კიო ისიც დაეთანხმა რა თქმა უნდა და აი თეკლა ამ შეთქმულებაში არის არა მარტო აქტიური მონაწილე, მის ირგვლივ იკვრება ეს წრე თბილისში. მის ირგვლივაა შეკრებილი. მისი სამივე ვაჟი შეთქმულების მონაწილეა. ალექსანდრე მეთაურია, დიმიტრიც მონაწილეა და უმცროსი ვახტანგიც მონაწილეა. ამ დროს ცოლიანი ალექსოშვილიანი ალექსანდრე იყო და მისი ცოლიც ეკატერინე ბარათაშვილიც მონაწილეობს შეთქმულებაში. რით მონაწილეობს და დროშები შეკერვა დაავალეს, ქართული დროშები, ეს ქართული ორდენები, ქართული წინასწარ აქვთ მომზადებული, რომ იმ დღეს სწორედ დროშების ფრიალით უნდა წავიდნენ სიონისკენ და ეს ქართული უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ დროშა ვინ უნდა შეკეროს, ვინ უნდა მოქარგოს, ქალებმა უნდა გააკეთონ ეს და ეკატერინე ბარათაშვილი აშკარად არის ამ საქმეში ერთ-ერთი ქალია ყოველ შემთხვევაში, ვინც ამ დროშებს ამზადებს, კერავს და ამ საქართველოს თავისუფლებისათვის ემზადება. თეკლას რაც შეეხება, იმას გემთხვით, აი მის ირგვლივ არის, მის ოჯახშია ეს კრებები, მის ოჯახში ტარდება, თვითონაც მონაწილეა ამისა ყველაფრისა. უბრალოდ როცა დააპატიმრეს, თეკლაც შეეცადა რომ დაეფარა საკუთარი თავი, შვილებიც შეეცადნენ, სხვაებიც შეეცადნენ, მაგრამ იქ მაინც იყო ისეთი დოკუმენტაცია, რომ მთლიანად ვერ დაფარეს. თეკლა საპატიმროში არ ყოლიათ, მაგრამ გადაასახლეს, გადასახლება კი მიუსაჯეს. გადაასახლეს და აი შვილებიც სამივენი გადასახლებული არიან, ორ შვილთან ერთად გადაასახლეს თეკლაც კალუგაში, ეს კი გაუკეთესო ცალკე არა შვილებთან ერთად და ეს მეთაური რომელიც ალექსანდრე ის ამათთან ერთად არა, ის ცალკე და ორენბურგში სხვაგან არის გადასახლებული და შვილებს რომ გამოუტანეს გადასახლების განაჩენი, თეკლა შესულა ციხეში არ იყო, შინ იყო. შინაპატიმრობა მისცეს უფლება თეკლას, რომ ეს დაპატიმრებული შვილები მოანახულებინა და შვილები რო კრთიან მის წინაშე, ბატონიშვილი ყავთ დედა და ცოტა ერიდებათ, რომ შეაწუხეს ქალისთვის არ არის ადვილი ასეთი რამის გადატანა და შვილები რო წინაშე თეკლა შესულა. ამაყად თავაწეული, რამ შეგეშინათო თქვა. მეო ერეკლე მეფის შვილი ვარ, მის მაგარ გულზე გაზრდილი. მეც მასავით, მაგრამ არაფრის არ მეშინიაო საქართველოსთვის როცა თქვენ ისეთი საქმისთვის ხართ დაპატიმრებული და ისეთ საქმისთვის ნიხდით ამას, რომ ეს სამარცხვინო კი არ არის და შესაშინებელი კი არ არის. თუნდაც რომ დაედოთ მკლად და თუნდაც რომ შეეწიროთ დედისთვის, შვილისთვის, დედა რო შვილს ამას ეთქვს, ადვილი არ არის შვილისთვის ამის თქმა და შვილის შეწირო, საკუთარ თავის შეწირო უფრო ადვილია, ვიდრე შვილის შეწირვა, მაგრამ თეკლა ამაზეც მზად იყო, რომ შეეწიროთ საქართველოს, აქ რა არის ასეთი გასაკვირიო და მოუწონა შვილებს ეს აქციელი, არაფერიც საყვედური არ უთხრა არ დავდა, ისე ამაყად წელგამართული გამოვიდა საპატიმრო, ჩვენ სახტად დოქტორ შვილები ამბობდნენ, გაგვამხნევა, ქეთევან დედოფლის მაგალითი მოგვიყვანა, რომ აი ქეთევანმა შესწირა თავი და ქალმა შესწირა და ქალმა თუ შესწირა თქვენ რა მოგივინდათ და აი ასე ამ გამხნევებას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე მორალურ მხარდაჭერას ასეთ დროს დაპატიმრებული ადამიანისთვის და გადასახლებული ადამიანისთვის. თეკლას მალევე მისცეს უკან დაბრუნების ნება, რამდენიმე თვეში მისცეს უკან დაბრუნების ნება, თუმცა არ დაბრუნებულა რამდენიმე თვეში,
ზამთარიაო და ვერ ჩამოვალო თქვა და ცოტა ხანი გაზაფხულამდე გაჩერდა კალუგაში და გაზაფხულზე დაბრუნდა. იქიდან წერილებს წერდა, რომ კი შევეჩვეო აქაურობას ვარ აუშავსო, ერთი ყინვას ვერ შევეჩვე და მეორე აქაურ ღვინოებსო, რაღაცა ეს არ მომწონსო, თორე სხვა ყველაფერს შევეჩვე და დაბრუნდა მე. ალექსანდრეს ჩამოსვლამდე თეკლა შინარის ამ ძალთან აქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ეკატერინე ბარათაშვილთან. იმდენად კარგი ურთიერთობა, რომ როდესაც ალექსანდრე დაბრუნდა 40 წელს ის უკვე ჩამოსულია საქართველოში, ეკატერინე რაღაც ავად დახვდა და კითხა რა იყო ეს ავადმყოფობა რით იყო გამოწვეული, დიდხანს ფეხმოკეცილად ჯდომით. ალექსანდრე კითხა რა იყო, რატო იჯექი დიდხანს ფეხმოკეცილად? დედა შენიო ბატონიშვილიო, რომ თავის ჭკვიანურ საუბარს დაიწყებდა ხოლმე და ველაპარაკებოდა, კი მткиოდა ფეხება, როგორ უდგარი როგორ წასულიყო. ასეთი ურთიერთობაც ყავდა, როგორც ადამიანიცა ესეთი საუკეთესო ხალი იყო თეკლა. მონაწილეობას იღებდნენ ამ შეთქმულებაში სხვა ქალებიც, არა მარტო ეს ბატონიშვილები და თქვა სამეფო ოჯახის ქალები. რუსეთი ხო შეეცადა, რომ ყველაფერი ისე წარმოედგინა თითქოს სამეფო ოჯახია მარტო რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა პრივილეგიები დაკარგეს საქართველოში და სხვა ხალხს უხარია და ხალხს უნდა ჩვენ ჩამოსვლა. არა, ხალხიც იღებს ამაში, ანუ დაბალი სოციალური მანამდე ავტოკეფალია გაუქმებული ყველაფერი. ხო, მაგრამ ის ასე ამბობს, ესო თავადაზნაურთა შეთქმულება, რა თავადაზნაურთა შეთქმულება, აქ დაბალი სოციალური წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, რაზმაძე იღებს მონაწილეობას, კიკნაძე იყოს მონაწილეობა, დოდაშვილი ბოლოს და ბოლოს მეთაურია შეთქმულების. ეს არ არის თავადაზნაურთა შეთქმულება. კი, ბევრნი არიან თავადები, მაგრამ ისეთები არიან, ვისაც განათლება აქვს, იცის, პოლიტიკაში ერკვევა. აი ასეთი ხალხია შეკრებილი და მათ შორის დაბალი სოციალური წრის წარმომადგენლებიც, მაგრამ რაც მთავარია, მთელი საქართველოა ფაქტობრივად მზად იმისთვის იდეოლოგიურად მომზადებული, რომ აჯანყებაში მიიღოს მონაწილეობა და აი ქალები მეთქი მარტო სამეფო სახლის ქალები კი არ არიან, სხვაებიც არიან ამ ამბავში. ნუ ზოგი არისტოკრატი არის, რა თქმა უნდა, მაგალითად ელიზბარ ერისთავი, რომელიც აგრეთვე ერთ-ერთი მეთაურია აჯანყების, მისი დაიღებს მონაწილეობას მელანია მელნიკოვს ყავდა ცოლად, მელანია მელნიკოვისა ასე არის ცნობილი. მელანია მელნიკოვისა იღებს ამაში მონაწილეობას, დასავსებით ბუნებრივია. სხვადასხვა ალექსანდრე ორბელიანმა მერე დაბრუნების მერე უკვე გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, ცისკარი გამოდიოდა ჟურნალი და ერთ-ერთი ინიციატორიც იყო და მეთაურის მისი მესვეური ცისკრის გამოცემისა. ალექსანდრე ორბელიანმა ცისკარში გამოაქვეყნა მისი მეგობრის და ამ შეთქმულთა ერთ-ერთი შეთქმულის სოლომონ რაზმაძის ლექსი, რომელიც მის საქაღალდეში ყოფილა. სოლომონი როცა თბილისში იყო, ის მერე სპარსეთში წავიდა პეტერბურგიდან, მაგრამ თბილისში გამოიარა და ისე თბილისში რომ დაწერა ეს ლექსი ალექსანდრე ორბელიანთან იყო შინ და ეს ლექსი გამოაქვეყნა. ეს ქვია დიანას მეჯლისი. ქალღმერთი და იმის მეჯლისზე შეკრებილი ვიღაცები, მაგრამ ვინ ზმებით ჩამოთვლილი არის 12 ქალის სახელი. ეს 12 ქალი არის შეთქმულების მონაწილე ქალები. ყველას იდენტიფიცირებას ვერ ვახდებ, იმიტომ ყველა არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ზოგიერთისა კი ხვდებით დაუშვათ ვინ შეიძლება იყოს. იქ კატინო ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე არის აუცილებლად, თეკლე, მანანა, ამათ ხვდებით, მაგრამ რამდენიმე ისეთი სახელიც არის, რომ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ზუსტად ის ვიცით, რომ ის 12 ქალი არის შეთქმულების მონაწილე ქალი და თვითონ ალექსანდრე ორბელიანმა პიესა დაწერა, მხატვრული ნაწარმოები პიესა დავით აღმაშენებელმა და დავით აღმაშენებელმა როგორ გაათავისუფლა თბილისი და იქ პერსონაჟებად გამოიყვანა ქალებიც მამაკაცებთან ერთად, იარაღით მებრძოლებიც და წამქეზებლებიც. ის ქალებიც არიან უშუალოდ შეთქმულების მონაწილე ქალები. ხო, ყველას ეს ზუსტი იდენტიფიცირებას იქაც ვერ ვახდეთ, რომ კონკრეტულად ეს ქალი ეს არის, მაგრამ ნამდვილად ის ქალები არიან, უნდათ შენახვა სახელების, მაგრამ ნუ ვერ მოხერხდა. ხო, იმიტომ რომ რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის ეს იყო, არა მარტო ახშობდა იმ აჯანყებას და თქვათ მებრძოლ ადამიანს, არამედ მის სახელს აკრობდა საერთოდ და ამ შეთქმულების შემდეგ რუსეთმა აკრძალა შეთქმულების ხსენება აბადად. თუნდაც იმიტომ რომ იცოდა რომ ის ანტიპიარი, მაინც პიარია, ვიღაცა დაინტერესდება, ვიღაცა იკითხავს. ანუ თითქოს არაფერი წარმომხდარა, საერთოდ არაფერი არ უნდა ცოდნოდა მომავალ თაობას და ეს ალექსანდრე ორბელიანი იყო
არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც 60-იანელებს უყვებოდა ამის შესახებ და სიმართლეს ეუბნებოდა, თორე 60-იანელთა თაობა რომ მოვიდა. ილია აკაკის სხვები რო ჩამოვიდნენ პეტერბურგში, მათ არაფერი არ იცოდნენ 32 წელს და არა დიდი ხნის, მაგრამ დაბადებულები არ იყვნენ მაშინ და თვითონ უშუალოდ ამას არ შესწრებიან, არაფერიც არ იცოდნენ, რომ აკრძალულია ლაპარაკი ამაზე და არავინ არაფერს არ ლაპარაკობს. ყურმოკვით რომ რაღაცა ქონდათ გაგონილი, ვიღაცა ხო უნდათ მთქმელი და მთქმელი ცოცხალი ბევრია ჯერ კიდევ, მაგრამ ხო გრიგოლ ორბელიანი არ ეტყვის ალექსანდრე, ისინი ჩამდნენ რუსეთის სამსახურში და ისინი არაფერსაც არ ეტყვიან და აი ალექსანდრე ორბელიანი იყო ის ერთადერთი მითეკლას ვაჟი, ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უყვებოდა ამათ ყველაფერს სიმართლეს და მე იცოდნენ კი აკაკიბაც იცოდა, ილიამაც იცოდა ამ შეთქმულების შესახებ, რაც კი ალექსანდრე ორბელიანმა იცოდა, მისი დისიდენტური საუბრების მონაწილეები, ეს ახალგაზრდებიც იყვნენ და ის კარგად გადაება ეს ხაზი და ეს ძაფები, თორე შეიძლება დიდ ხანსაც ვერ გაეგოთ დაუშვათ წარსულში რა ხდებოდა და მთელი ეს საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ ქალებს ჰქონდათ ძალიან დიდი როლი, არანაკლები როლი, მამაკაცებზე არანაკლები როლი ამ შეთქმულებაში. ისევ და ისევ იმას ვამბობ, რომ აი ეს პირველი ღამის განკარგულება რა უნდა გაეკეთებინათ, ეს რუსები როგორ უნდა მოეწვიათ, მოეკლათ, არ მოეკლათ, იარაღი ჩამოერთმიათ, რა აეღოთ, საწყობი როგორ უნდა აეღოთ და სხვა და სხვა. დაკითხვის მასალების მიხედვით თამარ ბატონიშვილის შედგენილი ცოტა ძნელი წარმოსადგენია ქალის შედგენილი იყოს, იმიტომ რომ ისეთი დეტალებია კონკრეტულად სამხედრო თვალსაზრისით. ალბათ ელიზბარევის თავიც იყო ჩართული, ალბათ ვფიქრობ ალექსანდრე ორბელიანიც იქნებოდა ჩართული ამაში. უშუალოდ თამარ ბატონიშვილის ჩამოყალიბებულია, ქალის ჩამოყალიბებული არ არის გარჩევა ქალი და კალიგრაფით დადასტურდა მე რომ ეს თეკლა არ არის, ეს თეკლა არ არის, ეს თამარია და მეფედრო უნდათ ის ქალია და თამარის შედგენილი უნდა იყოს ეს გეგმა. საბოლოოდ ეთყობა მაინც მის ხალხში გაიარა საბოლოოდ ყველაფერმა ამან და არ აქვს მეთქი მნიშვნელობა ამას ქალია თუ მამაკაცი. ქალი რომელიც ჩაბმული არის საქართველოს სამშობლო ყველასთვის ერთი. სამშობლოს თავისუფლებისათვის უნდა იბრძოდეს ყველა ერთნაირად. რითიც შეუძლია, როგორც შეუძლია. ასეთია შეხედულება, ასეთია მინდრეკილება, ასეთია ესე ვთქვათ ხაზი გენერალური აღებული და ხედავთ რომ კიდეც ამართლებს ასეთი რამე, რომ ქალი დაიმალოს, ქალი დაიფაროს, არ მიიღოს მონაწილეობა არაფერში, მისი საქმე არ არის, ასე არ არის ჩვენს წარსულში და ალბათ არ უნდა იყოს არც დღევანდელობაში და არც მომავალში. ხედავთ რომ დღესაც ყვანან ასეთი მებრძოლი სულის ქალები და გვიხარია რომ ასე არის. დიდი მადლობა ქალბატონო საინტერესო საუბრისთვის.